იაპონიაში წელიწადში 500 ტონა კიმონო იყლება. როგორც ამბობენ, 30 ტრილიონი იენის ღირებულების კიმონო თაროებზეა შემოდებული და არავინ იცვამს. ამ ბიზნესის დაწყების мотиваცია მას შემდეგ გამიჩნდა, როდესაც გავიგე, რომ 500 ტონა კიმონო იყლება ყოველ წელს. ამიტომ მინდა ამ ძველი კიმონოების განახლება. ამიტომ დავიწყე ეს ბიზნესი. ჩვენი მიზანია სიხარული მივანიჭოთ მსოფლიოს იაპონიაში დამზადებული პროდუქტით. მე შოტარო კავამურა ვარ, კომპანია კიმონო რიბორნ ტოკიოს ხელმძღვანელი. კიმონო რიბორნ ტოკიო ვა კიმონო ჰაიკი 0 ო მეზაშტე. ჩვენი კომპანიის მიზანია იმდენი ძველი კიმონო განვაახლოთ და გარდაუქმნათ ახალ პროდუქტად, როგორიცაა მაისურები, ქუდები და ჩანთები, რომ საერთოდ აღარ დარჩეს გადასაყრელი კიმონო. მაგალითად, 20 ასეთი ქუდის დამზადება შეიძლება მხოლოდ ერთი კიმონოსგან. თუ ვინმე იმავე ნახატიანი დიდი ზომის ქუდს მომთხოვს, ვერ მივცემ, რადგან ერთი და იმავე ქსოვილისგან სხვა ზომას არ ვამზადებთ. არც ერთი ნივთი არ გავს მეორის. თითოეული კიმონოს ნახატი ხომ ერთადერთია. მე კიმონოების მეორეული წარმოება მევალებ. მე ვიძენ კიმონოებს და მათგან ქსოვილის თოფებს ვამზადებ. ძირითადად კიმონოს აუქციონებზე დავდივარ და თავად ვამოწმებ ნივთს, რომელიც უნდა შევიძინე. გარდა ამისა, თანამშრომლობ მოვაჭრეებთან და პირდაპირ მათგან ვყიდულობ კიმონოებს. დღეს 200 კიმონო შევიძინე. ეს 5 იმ კიმონოებისთვის არის, რომლებსაც ცალკე გადავდებთ და მათგან ფეხსაცმელებსა და ჩანთებს დავამზადებთ. ამ კიმონოებს კი საფულეებისთვის გამოვიყენებთ. ეს ქსოვილი ცოტა დალაქავებულია. ამისგან მხოლოდ ვარგის ნაჭრებს გამოვიყენებთ და მათგან შევკერავთ საფულეს ან რამე მომცრო ნივთს. ჩვენი მომხმარებელი უფრო ნათელ ფერებსა და ჭრელ ნახატებს ანიჭებს უპირატესობას. ამიტომ ასეთებს ვიმარაგებ. ქსოვილის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ნახატია. რთულია ისეთი კიმონოს გამოყენება, რომელსაც ძალიან დიდი და ფართო ფიგურები აქვს. მისგან მთლიანი სურათის ამოჭრა ძნელია. ამიტომ ისეთ კიმონოებს ვარჩევთ, რომლის ნახატიც ხშირი და წვრილი ფიგურებისაგან შედგება. კიმონოებს დასაშრად დასაქმების ცენტრის მიერ რეკომენდირებულ მუშახელს ვაძლევთ. ასე რომ ეს მათთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობებაცაა. ჩვენ ოსტატებთან თანამშრომლობთ. მეორეული გადამუშავების გარდა, ჩვენი ეკოლოგიური საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ხელოსნების დახალისებაა, რათა მათ განაგრძონ საქმიანობა. ჩემი ხელობა აბრეშუმის ქსოვილის საბოლოო დამუშავებაა. კიმონოს ქსოვილის გასატკეცად ორთქლია საჭირო. ჩემი საქმეა ქსოვილის სიგანისა და სიგრძის გასწორება და ნაოჭების გაუთოება. როდესაც ამ საქმეს მამაჩემი აკეთებდა, 2 ასეთი დანადგარი მქონდა, რომლებიც დილის 9-დან საღამოს 9-მდე ჩართული იყო. ეს სპეციალობა იმ ტრადიციულ პროცესს გულისხმობს, რომელსაც იუნოში ეწოდება. ერთი კიმონოს გასწორებას 2 წუთი სჭირდება. ახლა მხოლოდ ერთ დანადგარს ვამუშავებ და ნახევარი დღის სამუშაო თუ მექნა, ისიც კარგია. ცხოვრების წესი შეიცვალა და კიმონოს სულ უფრო იშვიათად ატარებენ. თუმცა ის მაინც პოპულარულია იმ ადამიანებში, რომლებსაც ჰობი აქვთ ან სურთ კიმონო წვეულებაზე ჩაიცვან. კიმონო პირადად უნდა მოარგონ იმ ადამიანს, რომელიც ჩაიცვამს. როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს კიმონო, თუ შენი ზომა არ არის, ვერ ატარებ. და ბოლოს თუ აღარავინ იცვამს კიმონოს, აგდებენ. რიცხვებით რომ ვთქვათ, 500 ტონაზე მეტი კიმონო იყრება ყოველ წელს. როდესაც ვხედავდი, რომ იყრებოდა ასეთი მშვენიერი კიმონოები, რომლებიც ასე ახარებენ თვალს, ძალიან წყდებოდა გული. ძალიან მინდა რომ ხალხმა კიმონო მანამ ჩაიცვას, სანამ არ გაცვდება. ამიტომ არც კი მიფიქრია რომ ისინი ისევ ქსოვილად მეკცია და სხვა პროდუქტისთვის გამომეყენებინა. როცა კომპანია კიმონო რიბორნ ტოკიოში დამიწყე მუშაობა,
საშუალება მომეცა ძველი კიმონოები ახალი თვალით დამენახა. ჩემი აზრით, ძალიან კარგია, რომ ქსოვილს, რომლისგანაც ერთხელ უკვე შეკერეს კიმონო, ახალ ფორმას აძლევენ და უცხოეთში აგზავნიან. ჩვენი მიზანია, რომ 2026 წლისთვის უცხოეთში მაღაზია გავხსნათ. ჩემი ოცნებაა, რომ კიმონოს ნარჩენები ბოლომდე ავითვისო. ჯერ რომ თუ ჩვენს პროდუქციას უფრო მეტ მომხმარებელს მივაწვდით, მართლა აღარ იქნება გადასაყრელი კიმონო. ყველაზე მეტად მინდა, რომ პროდუქცია იაპონიაში ვაწარმოოთ. მეორეული წარმოების გარდა ოსტატებსაც მინდა შევუწყო ხელი, მათ შორის იმათ, ვინც კიმონოსაც ქმნის და ჩვენს პროდუქციასაც. და მინდა, რომ ეს საქმიანობა მომავალშიც გავაგრძელო.